მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მივდივართ ჩვენ პირველ ვარჯიშს, პირველ საველე ვარჯიშს მივდივართ ესე რომ ვთქვათ. უნდა შევაჩვიოთ ბუნებას ჩვენი ძაღლები. მე და გიო მივდივართ სავარჯიშოდ სერბეთში. გიო, რას ფიქრობ, როგორი დღე იქნება? ეს უფრო ტერიტორიაზე მიჩვევის დღე იქნება და თავარია რომ ხვალ იყოს ფეხი გაშალონ, 4 დღეა ბუთში არიან. დამწყდებულები ფეხი გაშალონ, ცოტა გამოაფხიზლონ თავი და ხვალინდელი დღეს წინამოსამზადებელი დღე იქნება რა, მოთელვა ასე რომ. ხვალ იქნება უკვე საველე შეჯიბრი სადაც 56 ძაღლი მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ ესეთი სახელიანი ძაღლები არიან, ესე რომ ვთქვათ და ახლა კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა იმედები გვაქვს, არა ვართ უბრალოდ მონაწილეობისთვის შემოსულები. იმედი გვაქვს რომ კარგ შედეგს გავდეთ. რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშს, მივდივართ ჩვენს მეგობართან, ობრენთან, სავარჯიშოდ. ჩემი და გიორგის ერთი ძაღლი ობრენისგან ყავს წამოყვანილი, ხალისა და კრივი ობრენისგან არის წამოყვანილი და იქიდანაც კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ, როგორც ვიცი, ობრენს თავის საკუთარი მონადირის სახლი აქვს და გადავიღებ ამ ყველაფერს და განახეთ რა. გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დაალაიქეთ ვიდეო. აქტიურად დელში მოგვიწია ახსნა ძაღლების. დაველოდოთ რა სწავენ, მასპინძელმა თავის ძაღლები დღეს არ წამოიყვანა, ჩვენ დაგვითხო სრულად დღე და ახვდება რა სწავენ ჩვენი ძაღლები ამ უცხო ტერიტორიაზე. ხალისა და კრივი აღწელებთ თემლს მანქანამ ხელი ვერ შეუშალა. გარშემო სოფლის ძაღლები ყეფენ. რაღაც ხელშეშლილი ფაქტორი შეიძლება იყოს ესა. იმედია რომ ყველაფერი შტობით დამთავრდება რა და სოფლის ძაღლები არანაირ ზიანს არ მიაყენებენ ამ შემთხვევაში ჩვენ ძაღლებს. შეიძლება იქ GoPro-ში აღისვას რა. ხევშევიდის სასწაულიდან რა.
ახალი სადაკნები აგრძელებენ თემლას. ობიექტი ჯერ ვერ დავინახეთ, ფიქრობ მელა. ნახოთ. არ გააჩერეს თემნა მოკლედ. დასდევენ, აი ძალიან მაგრად დასდევენ. უბრალოდ ობიექტი ვერ დავინახე. ფიქრობ, რომ კურდღელი ამ ხელაწრეებზე არიული და დიდი ალბათობით მელა უნდა იყოს. თუმცა როგორც მასპინძელ მოგვითხრა. აქ მელა საკმაოდ მომოთა. ისეცა შეუერთდა ეხლა. ისეცა შეუერთდა. აურახმები და რადევნა. სამივე იმენას ედააცნა. განტკინეში და ის ნაგიტო არ ჩანს რა.
ხო. მე გადავი ხალხს აქ იყო თავიდან. არა ბიჭო იქ იყო ცოტა ქვემოთ იყო მე გადავი. რასიკით გადავარევ საერთოდ ისე აქ ეს ძალებს ისე უკვე შემოთარიან. ძალიან სერიოზული დევნა იყო, ძალიან. იყო რა არის და გრძელდება. მაგრამ წამოიყვანეს თავიდანვე. ხალისამ და კრივი სერიოზულად და აი ეგ მე როგორც მივხვდი ზეცა ზედ შეეჩეხა მე და გაგიშდა რასაც ქვია რა. ზეცა ზოგადად არა ფეწვეულის მოყვარული, კურდღელი უყვარს ძალიან და ეხლა ვფიქრობ რომ მაინც მელა არის. უბრალოდ აი ზედ შეეჩეხა და თან ეს ძაღლების აზარტი ერთად რაღაცა მაგიტო გააგრძელა ამ ხალხზე. დასდევს ფეწვეულს რა თქმა უნდა, თუმცა არა ისეთი შილკით და ინტერესით როგორც კურდღელს. ახლა თქნებ კადრშიც გამოვაჩინოთ რა. ძაღლების სახლი და აქ როგორი სახლი დგას. მოწესრიგებული. აი აქ აი აქ მიდიოდა ის დევნა რაც გადაღებული მოხდეს რა. შეშალაგია, მომარაგებულია და როგორი მოწესრიგებულია თავისი გაზით, წყლით, საწოლებით ყველაფერი არის მოკლედ. Open a window. It's very beautiful house, my friend. ძალიან მაგარი ხალხი არიან და ძალიან მოწესრიგებული ხალხი არიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ჟიველი. Да. ჟიველი, my friend. Ჟიველი. აგვიმარჯოს. აგვიმარჯოს. In Georgian, ჟიველი, გაგვიმარჯოს. Very good. Very good. Very good drink. This is rakia, yes? Rakia. Rakia არის აკაურების სასწავლე აი როგორ ჩვენთან 20? 11. როგორ ჩვენთან არის არაყი და ახლობით იგივე სტილში არის რა, შედარებით სლავია ჩემი აზრით, ჩვენი არაყი უფრო მაგარი. 11 გრადუსი. დელი ვარჯიში დავასრულეთ, საკმაოდ კარგი ვარჯიში გამოვიდა, ძაღლები არ დავტვირთეთ ძალიან, ვეცადეთ მალევე ჩაგვეხსნა. ისეთი განსხვავებულები ხია, კაი იქნებოდა, მაგრამ იქნებოდა. მაგარი სასველიც გაგვასინჯა ჩვენო მეგობარმა და ძალიან კმაყოფილები მივდივართ სახლში. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ხვალ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა. რო ვთქვათ, რომ არ ნერვიულობთ მეთქი. ტყუილი იქნება რაღაც დოზით, ნერვიულობთ ორივე. ამ ხელა გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ და სანამ დავლევდით, უფრო ნერვიულობდით. ეხა ეს მაგრამ კიდია. ხო, რაღაც ხრივ ესეც მართალი არის, ამიტომ შეიძლება შეჯიბრამდეც დავლიოთ. არა, რო არის ნერვიულო, შედეგსაც მოკლედ აუცილებლად ყველაფერს გაგაგებინებთ რა, რანაირად ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი ამით დაინტერესებული. ძალიან ბევრი ადამიანი გულ შემატკივროს და მადლობას გიხდით სულ. სერბებზე თქვი ორი სიტყვა, სერბებზე. სერბებზე ვიტყვი, რომ არიან სასწაული ხალხი კონკრეტულად. აი ეხა ვის საერთოდ ვიყავით, არის
პიროვნება არის, რომელიც როგორც აი ქართველები როგორც ვართ, ჯიგრები, ესე რო ვთქვათ, ესეთი ჯიგარი ადამიანია, ესეთი თბილი ადამიანია და ესეთ ხალხთან ერთად დროის გატარება, სანადიროდ ყოფნა თუ ასე შემდეგ, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო არის ჩვენთვისაც, გიორგისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვისაც. შენ რა სიტყვი? იო. პელე ადამიანია, პელე მე წინა წელს ვამბობდი, მაგრამ ამ ყველაფრის ეს სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთული იყო და ეხლა კიდე შენ თავზე შენი თვალით ნახე. ხო და ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ყველა მხრიდან იგრძნობ ამ კაცის გვერდში დგომას, ამ კაცის ყურადღებას და თუ როგორი მოწიწებით მოვა ყველა აქაური და იტყვიან რომ აი ეს ჩვენი ობრენის მაკაციაო, ამ რამხელა პატივს ცემენ თვითონ სერბები და როგორი პატივსაცემი პიროვნებაც არის რა და რამხელა ყურადღებით იქნებიან ჩვენთან მიმართებაში. ძალიან მაგარი ხალხი არიან, ხვალე შენ არ მოგწევია და უფრო მასიურად რო შეხვდები ბევრს ერთად ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს და ჩვენ კოლეგებს, კიდე და კიდე უფრო დაინახავ თუ რაოდენ რამხელა კულტურის და ზრდილობის და შეგნების და რავი ტრადიციების მატარებელი ხალხი არის. ბატონო. აბა ხვალამდე დაელოდეთ ხვალამდე დღეს. ორივე მხრიდან დაიდება ვიდეო ხვალე. აუცილებლად. იმედი გვაქვს რომ სხვადასხვა ბატარეაში მოვხდებით. გაუკვირდა ობრენს ერთად რატო არ გინდა ყოფნაო, მაგრამ ვერ მივხვდი პრინციპს თუ რატო ჯობია ერთად ყოფნა ვერ მივხვდი უბრალოდ. ანუ რატო ვიყო პირდაპირ კონკურენტი მე ლუკასი ან ლუკა ჩემი. მართალი ხარ. მოკლედ დაელოდეთ ხვალამდელ ვიდეოს რა.